ისტორიის манипуლირება ეს არის უდავოდ ტოტალიტარული ავტორიტარული რეჟიმების გზაც, მაგრამ ჩვენი ქართული ოცნება მაგაშიც ფეილი შეიძლება დაუწეროთ. გელათის ამბავი ყველას გვახსოვს, ხო? იქამდე საყდრესის ამბავი იყო, თუმცა ჩვენს ისტორიულ ძეგლებს, სრული უყურადღებობით მოექცა ეს ხელისუფლება და ისევ თუ კი ვინმე არის საქართველოში, ვინც ზრუნავდა და ზრუნავს ამ ძეგლების შენარჩუნებაზე, ვინც გვეხმარება ამაში, ყოველ შემთხვევაში არის ესეო დასავლეთი. ამერიკული დახმარება, ევროპული დახმარება და ამიტომაც ხო ეს მნიშვნელოვანი არის, რომ თუ საქართველოში ვინმე ზრუნავს ქართული კულტურის ისტორიის შენარჩუნებაზე, ეს ჩვენი ხელისუფლება სამწუხაროდ მეტწილად არ არის და ეს ძირითადად ხდება სხვა წყაროებიდან, დასავლური წყაროებიდან. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ გავითვალისწინოთ, თორე ხა ისტორიის манипуლაციას ცდილობენ კიდეც ყოველ ჯამს და ყოველ წამს ფაქტობრივად, არის ხოლმე რაღაც აპელირებები, აი კობახიძეს, ჩემს საკმაო მოგვარეს უყვარს ხოლმე ბერბიჭაშვილის ხსენება მაგალითად ხშირად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ცდილობენ რომ შემოატრიალონ ხოლმე თქოს ჩვენ ვართ ბერბიჭაშვილები და თვითონ ილია გამოდის, არ ვიცი ზუსტად. მაგრამ ამას ყველანაირად უნდა შევცადოთ, რომ დაუპირისპირდეთ. ხელისუფლება, რომელიც გელათი, რომელიც ჩვენი კულტურის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური ძეგლი არის, თუმცა ამას არ იცავს და პირიქით ფაქტობრივად ყველანაირად ხელს უწყობს, რომ განადგურდეს, ხო? იმ ადამიანებისგან როგორ შეიძლება რომ დაიჯეროს, რომ ისინი მართლა ქართული ისტორიის მცველები არიან, ძალიან რთული ამის დაჯერება და ეს პროპაგანდა რაღაცნაირად გადავწონოთ ჩვენი მხრიდან აუცილებლად.